გამარჯობა, მოგესალმებით. ეს კვირა დღეა, რა თქმა უნდა, ჩემი საავტორო გადაცემა გახლავთ ეთერში, სტუმრად მაკა ბრეგაძესთან, რომელიც ყოველ კვირას საღამოს 8 საათზე გადის. როგორც ყოველთვის მინდა შეგახსენოთ ჩვენი ტელევიზიის შესახებ თუ როგორ უნდა ნახოთ ჩვენი გადაცემები, მაგთიზე ნომრით 46, სილქნეტზე ნომრით 259. ვართ ასევე My Video-ზე, გვაქვს YouTube და Facebook გვერდები, სადაც იტვირთება ჩვენი საავტორო გადაცემები. რა თქმა უნდა, ვართ სატელიტურ მაუწყებლობაზე, რომელიც 24 საათი მაუწყებლობს და ვართ ასევე ახალ ქსელებზე, ნომრით 292. ჩვენი დღევანდელი თემა გახლავთ დაანონსებული ნაცმოძრაობის გასამართლება და სასამართლო კლანის მრავალმილიონიანი გადამალული ქონებები. დღეს ძალიან, ესე ვთქვათ, ცხელი ეთერი გვექნება. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სტუმარი, გამარჯობათ, მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით, დიდი მადლობა რომ მოგბრძანეთ ჩემთან გადაცემაში. დიდი მადლობა თქვენ ტელევიზიას და განსაკუთრებულად აღნიშნვის ღირსია, რომ ქართული ტივი, თქვენი ტელევიზია ინარჩუნებს იმ მაღალ სტანდარტს, რომ რაც ლიბერალურ ტელევიზიებში ვერ გავა და არავინ არ გაუშვებს და სხვათა შორის სამთავრობო ტელევიზიებშიც არავინ არ გაუშვებს ამ სიმართლეს, თქვენი ტელევიზია არის ფლაგმანი, ვინც ასე რომ ვთქვათ, რეალურ სიმართლეს უშვებს ეთერში და რეალური სიმართლე არის აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა, რასაც წარმოგვიდგენენ. აი, ჩვენ გვაქვს რაღაცა ამოვარდნილი სიტუაცია ქვეყანაში, რომ წარმოიდგინეთ, რომ LGBT ტელევიზიები, ლიბერალური ტელევიზიები უშვებენ, რომ ქვეყანა იქცევა, თურმე იქცევა ქვეყანაში ყველაფერი, თუ არ დავიცავით განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის უფლებები და ისინი თუ არ ვაგურავეთ და პარადები არ ვატარეთ LGBT-ით, იქცევა ქვეყანა. ქართული ოცნების ხელისუფლება გვეუბნება, რომ ქვეყანა გუგუნებს, აშენებულია ქვეყანა, აი რომ ყველანაირად გამართულია ყველაფერი და უბრალოდ ეს deep state გვებძვის მარტო და კოლექტიური ნაცმოძრაობა გვებძვის და ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ამ დროს მაინც სხვა რეალობის არსებობს სხვა რეალობა. ანუ სხვა რეალობა შევხედოთ ამას აქეთა მხრიდან. პირველ რიგში მინდა მივესალმო თქვენი ტელევიზიის მაყურებელს, ერთმა დაგლოცოთ ხალხო, გილოცავთ ქრისტესობას, ახალ წელიწადს, ნათლისღებას და შეგეწიოთ უფალი ღმერთი, იმიტომ რომ ნამდვილად საქართველოს სჭირდება ღვთისწყალობა. რეალობა, რომელშიც საქართველოს ცხოვრობს ჩვენი მოქალაქეები, რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რასაც ერთი მხარე LGBT, ანუ ასე რომ ვთქვათ, ეს ნაცმოძრაობის ტელევიზიები წარმოგიდგენენ და რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რასაც ქართული ოცნების ტელევიზიები წარმოგიდგენენ. ანუ რეალობაში არის სხვა, მაგრამ მძიმე რეალობა. აი როგორია მძიმე რეალობა თემასთან დაკავშირებით გითხრათ. ჩვენ გვაქვს რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაანონსა, რომ პირველ სასესიო კვირაში, ანუ როდესაც საგაზაფხულო სესია გაიხსნება პარლამენტში, ქართული ოცნების ხელისუფლება შექმნის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას. საგამოძიებო კომისიის შექმნა თავისთავად კარგია. მე საჯაროდ განვაცხადებ და ვიტყვი, რომ მიუხედავად მრავალი სისულელისა, რომელიც 12 წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლებამ განახორციელა, უამრავი სისულელე გააკეთა. ამის მიუხედავად მე მაინც არასდროს არ დაუჭერ მხარს ნაციონალურ მოძრაობას, არასდროს არ დაუჭერ მხარს მიხეილ სააკაშვილს, არასდროს არ დაუჭერ მხარს იმ LGBT საზოგადოებას და ამ ლიბერალურ საზოგადოებას, იმიტომ რომ ისინი თავისი აზროვნებითა და სოფხედველობით ჩემი ქართული შეხედულებებისთვის და ჩემი ეროვნული ღირებულებებისთვის არათავსებადი არიან და მიუღებელი არიან. თუმცა თუ ვიტყვით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აანონსებს, რომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ესა თუ ის სტრუქტურა, თან მით უმეტეს საპარლამენტო კომისია. და ეს არის მაღალი დაპირება, რომ ჩვენ გავასამართლებთ ნაცმოძრაობის ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს და ჩვენ პოლიტიკურად გავასამართლებთ ნაცმოძრაობას. უკაცრავად ჩაგიკითხოთ მინდათ. მე მგონი გქონდათ აი ამის საშუალება, რა უკვე რამოდენიმე წელია, რომ გაესამართლებინათ ხო ნაციონალური მოძრაობა.
აი თქვენი აზრით რამ შეუშალათ ხელი და რატომ ესე ვთქვათ აი ამ არჩევნებამდე რატომ არ მოხდა მათი გასამართლება თუ ეს რა თქმა უნდა აუცილებლობას მოითხოვდა მათ გვაქვს განსხვავებული რეალობა ფიცი მწამსო ნათქვამია ბოლო მაკვირვებსო ჯო ახლა რომ მეუბნები 12 წლის მერე რომ მე ზეწოლის ქვეშ ვიყავი საჯაროდ მიცხადებს ქართული ოცნების ხელისუფლება ტელევიზიით, პრესით, რომ მე ვიყავი ზეწოლის ქვეშ და ზეწოლი ახორციელებდა ომის პარტია. კოლექტიური ომის პარტია და ამ კოლექტიური ომის პარტიას ამერიკელებმა დაარქვეს Deep State, რაც ნიშნავს ღრმა სახელმწიფოს პირდაპირ თარგმანში, მაგრამ ქართულად რო გადავთარგმნოთ, Deep State არის ღრმა კორუფცია. და რატო? შეხედეთ ამერიკის კონგრესმენი ახლა უკვე პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერი რესპუბლიკელი ჯო ულსონი რომელიც განცხადებას აკეთებს ინტერნეტით თავის გვერდზე ქართული ოცნებისა და საქართველოს წინააღმდეგ განცხადებას აკეთებს ეს ჯო ულსონი ჯო ულსონს ფულს ურიცხავს თითო განცხადებაში $1000 კეზერაშვილის ტელევიზია ანუ წარმოიდგინეთ რასთან გვაქვს საქმე ესე იგი იმდენად ღრმა კორუფციაშია შესული ამერიკის პოლიტიკური ელიტა და ევროპის პოლიტიკური ელიტა იმდენად ღრმა კორუფციაშია შესული რომ თქვენ რასაც ევროსაბჭოში ხედავთ ტრიბუნაზე ხალხს ისინი მისას დაქალებიდაც მაკაცები არიან კაცო ვინც ევროპის საბჭოდან მწარე განცხადებებს აკეთებენ მწარეს და საქართველოს ლანძღავენ სულ მისას მაკაცები და დაქალები არიან და რაც უფრო მწარე განცხადებას გააკეთებს მით უფრო ბევრ ფულს გადაურიცხავენ ანუ ესენი არიან ნაყიდი პოლიტიკოსები მე მესმის ეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ამაში ვეთანხმებ კი ბატონო იყო ის ზეწოლა მაგრამ თალოცვილო 2012 წელს რომ მოხვედი ხელისუფლებაში და დაინახე რომ ეს ნაცმოძრაობა ჩალაგებულ ჩემოდნებზე ზის და ბესპიტი მინუტ გაქცეულია მოკიდე ხელი კაცო და რავა დანაშაული არ ჩაუდენია თუ არაო კაცო აი ერთი ქართული ხუმრობა არის არასცემო დემოკრატიას ეწყინებაო ჯო მე ვინმეს ცემისკენ კი არ მოუწოდებ ვინმეს მაგრამ დალოცვილო კანონი ხელში გიჭირავს უკვე ხელისუფლებაში ხარ რასაც იმსახურებდა იმის მიხედვით გაგესამართლებინა კაცო სულ დავითვალე თქვენ იცით რამდენი კაცია გასამართლებული ხელისუფლებიდან ნაცმოძრაობის ხელისუფლებიდან ქართული ოცნება საჯაროდ გვეუბნება რეჟიმი უნდა გასამართლდეს გეთანხმებით ნაციონალური მოძრაობა იყო რეჟიმი სრულად ვეთანხმები ქართული ოცნების ხელისუფლებას დაჟე ვეთანხმები კი არა ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2012 წელს მიიღო პოლიტიკური ამინისტია. და 220 კაცი თუ 200 კაცი გაუშვა როგორც პოლიტპატიმარი ციხიდან. რეჟიმი ხო განხორციელდა არა ნაცმოძრაობის დროს. ჩამოვთვალოთ ახლა ვინ განახორციელა რეჟიმი კაცო. სულ 37 კაცია გასამართლებული. მიშა სააკაშვილის და მისი ხროვის შემადგენლობიდან სულ 37 კაცია გასამართლებული. სულ 37 კაცი ახორციელებდა რეჟიმს. აი ვინმე გამაგებინოს 37 კაცი ახორციელებდა რეჟიმს რეჟიმი რისგან შედგებოდა რეჟიმი იყო პოლიცია ვინც უკანონო დავალებას ასრულებდა ვინ იძლეოდა დავალებას მერაბიშვილი და მისი მოადგილეები ესე იგი მერაბიშვილი წამოწოლილი იყო მხართეძოზე კარგად მშვენივრად და მერაბიშვილის ყველა ბიზნესი იმ დროის განმავლობაში რაც მერაბიშვილი ციხეში იყო ყვაოდა და ახლაც ყვავის კეზერაშვილი იქიდან გვაგინებს გლანძღავს და ოპოზიციას აფინანსებს და კეზერაშვილის ყველა ბიზნესი საქართველოში გალფი ვისი არის ეს ამხელა ნავთობის ბიზნესი კეზერაშვილის არის ყველა ყვავის და ასე რომ გავყვეთ ხო ნაცმოძრაობის ყველა ბიზნესი ამ 12 წლის განმავლობაში ხელშეუხებელია რატომ არის კითხვა ამაში რატომ ხომ არ არის შემთხვევით რომ ამაში ვინმე ჩაუსხდა წილში რა თქმა უნდა გარიგებაში შემთხვევით მე არავის არაფერს არ ვაბრალებ მაგრამ თუ გამოძიებას იწყებთ დალოცილო ნაციონალების ბიზნესი რო ყვავის და TBC ბანკმა რო ნაციონალური მოძრაობის დროს ხალხს ასე ჩადებული ბიზნესები და ქონებები აახია
ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. მამუკა ხაზარაძეს ისახეული ხონებები უკან რატო არ დააბრუნებინეთ? რატო? აი, საქართველოს ბანკმა თავის დროზე მისას დროს 500 მილიონიანი ობლიგაციები რო გამოუშვა და ის 500 მილიონი რო შეიტყაპუნეს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. ეს ფული რატო არ მოსთხოვეთ? იმიტომაც არის ახლა რომ 5 მილიონი ლარი ამ ორმა ბანკმა ჩარიცხა აქციების ოფიციალურად ჩარიცხა თანახაც. ესე იგი გამოდის რომ შენ სამართლიანობა არ აღადგინე და ახლა მეუბნები აი კოლექტიური ომის პარტიის ზეწოლის ქვეშ ვიყავი კოლექტიური და იმიტომ ვერ აღვადგინე სამართლიანობა. ეს რანაირი ტყუილია იცი რომ აი მელამოდ თავისი კუდი მოწმეთ მოიყვანაო ამაზე უარესი ტყუილია ეს. ანუ სამართლიანობა ვერ აღადგინე კი არა არ აღადგინე. ძალიან დიდი განსხვავება. არ აღადგინე და რატო არ აღადგინე? იმიტომ რომ შენც გჭირდებოდა რეჟიმი. ანუ იმიტომ კი არა რომ შენ ვიღაცის გამო ვერ შეძლიეს, რეჟიმი გჭირდებოდა. და რა გჭირდებოდა მას კეთვით ახლა. აი თქვენ ყოველთვის, როგორც ყოველთვის სრული დოკუმენტაციით და ძალიან ვრცელი ინფორმაციით ხართ ხოლმე ჩემს გადაცემებში წარმოდგენილი, ყოველთვის გაქვთ ხელთ მასალა, რომელიც შეგიძლიათ დაადასტუროთ კიდეც რომ არავინ გითხრათ ის რომ აი დაუშვათ ისე საუბრობ და არ გაქვს არანაირი დამადასტურებელი საკუთი. აი დღეს რაზე შეგიძლიათ ისაუბროთ? უნდა შევთანხმდეთ იმაზე რომ არც ერთი მათგანის მიმართ ვისაც მე ვამხელ. მე მაქვს საავტორო გადაცემა YouTube გვერდზე სახალხო სასამართლო ბესო მიკავას YouTube-ის გვერდზე ყოველ კვირაში ერთხელ გადის ჩემი საავტორო გადაცემა სახალხო სასამართლო და მე ერთადერთი კი არა, ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ადამიანი ვარ, ვინც პირდაპირ გამოვაჭენე ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი სასამართლოს კლანი, პირდაპირ გამოვაჭენე პროკურატურა, პირდაპირ გამოვაჭენე მთელი პარლამენტი, სხვათა შორის თქვენ ტელევიზიაში, პარლამენტი გამოვაჭენე რომ ქართული ოცნების დღევანდელ პარლამენტში 47 ყოფილი ნაციონალია, თან მამალი ნაციონალი, მათ შორის 17 მილიონერი ნაციონალი, რომელიც გადმობარგებულია, ამაზე ვერცერთმა პასუხი ვერ გამცა, იმიტომ რომ ყველაფერზე არსებობს დოკუმენტაცია. და ახლა თავისუფლება მივეცი, რომ ვინაიდან ქართული ოცნების ხელისუფლება აპირებს ნაცმოძრაობის რეჟიმის გასამართლებას, რეჟიმის მსახურები უნდა დაუსახელო ქართულ ოცნებას. ანუ რეჟიმი იწყებოდა პოლიციით. პოლიცია ახორციელებდა რეჟიმს, ანუ უკანონო დაკავებებს ახორციელებდა პოლიცია. ბრალს უყენებდა პროკურატურა და განაჩენებს უკანონოდ აყენებდა სასამართლო. ანუ თუ ვინმეს გასამართლებას აპირებს ქართული ოცნება, დაიჭირეთ გამომძიებლები, ვინც 300,000 კაცი დააკავა, იქიდან 50,000 ხო იყო უდანაშაულო, 100,000 კი იქნებოდა, მაგრამ 50,000 მაინც ხო იქნებოდა უდანაშაულო, ვინც მიშამ დაიჭირა. 50,000 კაცი, ვინც უკანონოდ დააკავა, ის გამომძიებლები დაიჭირეთ, 50,000 ბრალი, ვინც უკანონოდ წაუყენა, ის პროკურორები დაიჭირეთ და 50,000 განაჩენი, ვინც უკანონოდ დააყენა, ის მოსამართლეები დაიჭირეთ. დაიჭირეთ ლევან მურუსიძე, დაიჭირეთ მიხეილ ჩინჩალაძე, დაიჭირეთ მისი ამფსონები, დაიჭირეთ მაგალითად ცოტე გამსახურდიას განაჩენის გამომტანი მოსამართლეები, რომლებაც უკანონოდ ჩაყარეს. დაიჭირეთ ნიკა გვარამია, რომელმაც ცოტე გამსახურდიას ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა, ცოტე გამსახურდიას პირველი პრეზიდენტის შვილს ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა ნიკა გვარამიამ. ამაზე არ გასამართლებულა ნიკა გვარამია. გინდათ გასამართლება, რაღაცა ის იყიდაო მანქანა იყიდაო, რაღაცა მაგაზე ყავდა დაჭერილი კაცო. რაღაცა მანქანა იყიდაო, რა სიცვლელია კაცო. ცოტნე გამსახურდიას ბრალი რო წაუყენა ჯაშუშობაში, სასაცილოა პირველი პრეზიდენტის შვილს, ეროვნული მოღვაწის შვილს რო ჯაშუშობაში დასდებ ბრალს. დასახრეთი ხარ კაცო, მაგრამ ხომ არ გეუბნები დახრეთეთ მეთქი დაიჭირეთ. მაგრამ ეგ არ არის მთავარი. რეჟიმის მთავარი დასაყრდენი. მიშა სააკაშვილის რეჟიმის მთავარი დასაყრდენი იყო სასამართლო. სასამართლო და სასამართლოს ყავდა კლანი. ეს კლანი ახლა ბიძინა ივანიშვილის ყავს გადმობარებული. ამ კლანის სათავეში დგას მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ვასილ მშვენიერაძე, ჩემი პატივცემული ბიძაშვილი მერაბ ჯორბენაძე, რომელიც ცოტნე გამსახურდიას განაჩენი აქვს დაყენებული.
ანუ თუ ვინმე დასაჭერია, ნიგაგვარამიას უნდა მიაყოლონ ჩემი პატივცემული ბიძაშვილი, იმიტომ რომ ვეხმეწებოდი არ დააყენო ეს განაჩენი. სირცხვილია არ მოგჭრა თავი ჯორბენაძეებს, იმიტომ რომ შენ ხარ კაცი, რომელმაც მერე უნდა თქვან რომ ჯორბენაძემ გაასამართლა. ის კი არა რომ სააკაშვილმა გაასამართლა. იყო თუ არა ზეწოლა თქვენი აზრით? რა თქმა უნდა, კაცო. რა თქმა უნდა. აი განხორციელებული თქვენს ბიძაშვილზე. არა, ბიძაშვილზე ზეწოლა არ იყო, ის მამალი ნაციონალი იყო თავიდანაც, მაგრამ ლევან მურუშიძეს თვითონ აქვს ნათქვამი. ლევან მურუშიძეს თვითონ აქვს ნათქვამი საჯაროდ ტელევიზიით, რომ მე რომ გირგვლიანების საქმეზეო. აი გირგვლიანების საქმეზე, რომ გირგვლიანი რომ მოკლეს, ის სამი კაცი ლევან მურუშიძის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს ციხიდან. ლევან მურუშიძის გადაწყვეტილებით. ლევან მურუშიძის გადაწყვეტილებით იჯდა უკანონო პატიმრობაში სულხან მოლაშვილი. ხო. ეს კაცი ამბობდა ჩემზე ზეწოლა იყო, კაცო, მაგრამ ზეწოლა იმას არ ნიშნავს, რომ მურუშიძე ციხეში არ უნდა ჩაჯდეს. და თუ ვინმეს გასამართლებას აპირებთ, გაასამართლეთ ეს ხალხი, მაგრამ არა იმიტომ, რომ მარტო მაშინ ჩადიოდნენ დანაშაულს. აგერა, ეხლა წარმოგიდგენთ, მე სასამართლოს კლანის ქონებები შევაგროვე. სასამართლოს კლანი ვერ მოისვენებს, სანამ მე ცოცხალი ვიქნები და ეხლა სასამართლოს კლანის ყოფილი შეფის სასამართლოს კლანს ხელმძღვანელობდა მაშინ ადეიშვილის პირადი კადრი, იუსტიციის საბჭოს მდივანი და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცეცვაძე. ვალერი ცეცვაძე არის მილიონერი. ვალერი ცეცვაძე მილიონერია, რომელსაც ადასტურებს ქონება. და თუ ვალერი ცეცვაძე პატიოსთან მუშაობდა, ამ ხელაქონება ვერ ექნებოდა, იმიტომ რომ შეფასებით 3 მილიონი დოლარის ქონება აქვს ცეცვაძეს. და აქ არის ყველაზე მთავარი გარემოება. ვალერი ცეცვაძეს თუ რამე დასამალი არ აქვს, ქონება რატო აქვს ცოლის სახელზე გაფორმებული? ნუ ეს საერთოდ ესეთი ანუ ახლა საჯაროდ ვაცხადებ, რომ ვალერი ცეცვაძის ქონება ცოლის სახელზეა, მიშა ჩინჩალაძის ქონება, რომელიც რამდენიმე დღეში მომივა, მთელი მიშა ჩინჩალაძის ქონება, ის არის ოჯახის წევრების სახელზე და განსაკუთრებით მამიდის სახელზე. ლევან მურუშიძის ქონება არის ცოლი არ არისო იძახის. ცოლი არ არისო ესაო, ჩემთან ცხოვრები პირიაო. იმ ქალბატონის სახელზე არ არის ქორწინებაში არ მყავს ცოლიო ამბობს კაცო. ცოლი არ მყავს, ეს არის ჩემთან ცხოვრები პირიო და მას თუ ბიზნესი აქვს, მე რაშუაში ვარ. ნუ ასე ვთქვათ, არის მაგალითად დღევანდელი სასამართლოს თავმჯდომარე ვასილი მშვენიერაძე. იმის ქონება საერთოდ ცოლის დათესავების სახელზეა და ასე შემდეგ და მე ნენელა ამჟამად ვალერი ცეცვაძის ქონება მოგიტანეთ და ნენელა საზოგადოება გაიგებს დღევანდელი სასამართლოს ასე რომ ვთქვათ ბოსები როგორ არიან რეალობაში მილიონერები, ოღონდ სხვის სახელზე. ახლა წარმოგიდგენთ აი ოფიციალურ დოკუმენტს ამონაწერი საჯარო რეესტრის იურიდიული პირების რეესტრიდან. შეპესე აი ტექნიკი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ესე იგი საიდენტიფიკაციო ნომერი 40.50.00.531. ამის დამფუძნებელი არის ვალერი ცეცვაძის ცოლი გვანცა მიქუჭაძე და დირექტორი არის სალომე გუგეშაშვილი. მაგრამ რეალობაში ამ ფირმას და ამ ქალბატონს აქვს 3 მილიონის ქონება. ვინმე მითხრას ახლა, ესე იგი ეს არის დაფუძნებული 2011 წელს. იმ დროს ვალერი ცეცვაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო და სასამართლოს ბოსი. ვინმე მითხრას ახლა, თუ ეს ქონება ვალერი ცეცვაძის კორუფციით არ არის ნაშოვი, 3 მილიონის ქონება სადიშოა. რა თქმა უნდა, მოგიხსენებათ, რომ ამ ხელა ქონება და სიმდიდრე ჯერ ესე უცებ არ ხდება და მით უმეტეს თეთრი გზით. დავიწყოთ თბილისი გურამ ფანჯიკიძის ქუჩა. დიახ. 11333 კვადრატზე არის, ესე იგი 170 კვადრატი 8 კვადრატი 1 და 82 კვადრატი მეორე. ეს ერთი ქონება. მეორე ქონება გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე არის ცალკე ავტოსადგომი 23 კვადრატი. მერე ეს არის აი ტექნიკის სახელზე არსებული ქონებები, ანუ ფირმის. წილკანში აქვს 6900 კვადრატი, რომელიც რამდენიმე მილიონი ღირს ეს ქონება
6900 კვადრატი, შენ ხარ ჩემი ბატონი. თბილისში ისევ ფანჯიკიძის ქუჩაზე მეორე ავტოსადგომი და კომერციული ფართი, შენ ხარ ჩემი ბატონი. ისევ აიტექნიკის სახელზე არის, შენ ხარ ჩემი ბატონი, მეორე მიწის ნაკვეთი 827 კვადრატი წილკანში. და ახლა გადავიდეთ ცოლის სახელზე. ესე იგი, ქალბატონ გვანცა მიქუჩაძეს აქვს წილკანში ნათათრალში იმ 6900 კვადრატის გარდა, რომელიც არის აიტექნიკის სახელზე, 6700 კვადრატი თავის სახელზე. ესეც რამდენიმე მილიონი ღირს, შენ ხარ ჩემი ბატონი. მერე ბორჯომში, სოფელ სადგურში მიქუჩაძეს აქვს 880 კვადრატი, ბორჯომში 880 კვადრატი კაი ქონება არის. ბაკურიანში მიქუჩაძეს აქვს, შენ ხარ ჩემი ბატონი, შესანიშნავი ვილა, ბაკურიანში, აგერ ბატონო მტკიცებულება. სოფელ დიღომში მიქუჩაძეს აქვს ცალკე 600 კვადრატი კიდევ და სოფელ წილკანში მიქუჩაძეს აქვს კიდევ 8500 კვადრატი. წილკანში აღარაფერი დარჩა, რაც მაგათი აღარ არის და შენ ხარ ჩემი ბატონი, კიდევ ერთი ქონება აქვს ამას ცალკე ბორჯომში 1800 კვადრატის გარდა კიდევ ცალკე აქ 800 კვადრატი და სოფელ დიღომში კიდევ აქვს 500 კვადრატი და ერთი ძველი ქონება მოიძებნა, ძველი ქონება, ეს ალბათ მემკვიდრეობით აქვს, იმიტომ რომ ყველაფერი არ შეიძლება დავაბრალოთ, ეს ალბათ მემკვიდრეობით აქვს, ვიცი რომ რაჭველია და ჟაშქვაში აქვს, შენ ხარ ჩემი ბატონი, მიწის ნაკვეთი, რომლის ოდენობაც არის მითითებული, რომ საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთი 2500 კვადრატი აქვს ჟაშქვაში, ანუ რაჭაში. ახლა ჟაშქვაში რომ მიწა აქვს, ამაზე შეიძლება თქვა, რომ ეს ძველი ამონაწერია თან და შეიძლება თქვა, რომ მემკვიდრეობით არის, მაგრამ ეს რაც წარმოვადგინე, ეს ყველაფერი არის 2011 წლის შემდეგ შეძენილი ქონებები, რაც წარმოვადგინე და დღემდე. მაგრამ აღმოჩნდა ღმერთი დიდია და ძალიან მოწყალე, ყველა სიმართლე გამოჩნდება და აღმოჩნდა, რომ ვალერი ცეცვაძე ვერ იტყვის, რომ ეს ქონებები ჩემი არ არისო. აგერ მაქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც არის მოხსენიებული წილკანში კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, 9628 კვადრატი, იმის გარდა რაც ადრე ჩამოვთვალე და ამ ამონაწერში წერია, რომ თურმე საგადასახადო გირავნობით, ანუ ეს თავის დროზე შეუძენია მურთას ცერცვაძეს, ეს ბატონი ბრძანდება ვალერი ცერცვაძის მამა, ხო და ესე იგი ცოლზე და ფირმაზე ხო ცალკე, მაგრამ აი რო თქვას, რომ ჩემი არ არისო, მურთაზა ცერცვაძე მამა ჩემი არ იყო, კაცო, მამა ჩემი ავთანი ჯორბენაძე იყო, ღმერთმა გაანათლოს იმის სული და მურთაზა ცერცვაძე თუ ცოცხალია, ღმერთმა ჯამთელად ამყოფოს, თუ გარდაცვლილია, ღმერთმა ნათელში ამყოფოს. მურთაზა ცერცვაძე ამოვარდა ამ ქონებაში. ესე იგი რეალობა არის ის, რომ ვალერი ცერცვაძის ქონებაზე ვსაუბრობთ და აქ მიქუჩაძე არის უბრალოდ გადამალვის საშუალება. და აგერა საჯაროდ ვაცხადებ. აი პირდაპირ და საჯაროდ ვამბობ. ერთადერთი ქონება აქვს ამ საწყალ გაჭირვებულ დირექტორს, აი ვინც აი ტექნიკის დირექტორი ვინც არის, სალომე გუგეშაშვილი, თავის დირექტორსაც არ უნდებიან ეს უპატრონოები. თავის დირექტორს. და ერთადერთი ქონება აქვს, ისიც იპოთეკით აქვს ნაყიდი საქართველოს ბანკით. ერთადერთი ქონება აქვს აგერ სოფელ დიღომში. 108 კვადრატი ერთადერთი ქონება აქვს დირექტორს. ისიც იპოთეკით აქვს ნაყიდი. ანუ დირექტორს მაინც მიეცით, თქვენ უპატრონოებო ფული, კაცო, მილიონერები ხართ ბოლოს და ბოლოს. აი ეს არის ამათი ნამდვილი სახე. ერთი ძალიან ლოგიკური შეკითხვა მაქვს ბატონ ლაზარე. ანუ გავიგეთ, რომ დაუშვათ მეუღლის სახელზე ქონება, მამის სახელზე, მამიდების და ასე შემდეგ, ხო, ნათესავების, ცოლის ნათესავების. მაგრამ აი ლოგიკურად საზოგადოება, რომელიც აი ამას გებულობს, თუ თუნდაც თქვენი საშუალებით, ხო? ეს გამორიცხავს დაუშვათ იმ ალბათობას, რომ კონკრეტულად ბატონი ვალერის ქონებაა ეს. ანუ აზრი მაინტერესებს იმის, რომ მე დავმალო ის დაუშვათ ჩემი სახელი არ ჟღერდეს
და იყოს ჩემი ნათესავები. ეს ხო მაინც ლოგიკურად იგივე გამოდის, რომ მაინც ჩემია. ანუ რა განსხვავება ამათ შორის? რატო აკეთებენ ამას? დააკვირდით საზოგადოების თვალების ეს იურიდიული პირი, აი ტექნიკი შეიქმნა 2011 წელს. იმ დროს ვალერი ცეცვაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. ვალერი ცეცვაძეს რომ ეს ყველაფერი თავის სახელზე გაეფორმებინა, ღიად გამოჩნდებოდა რომ კორუმპირებულია. ვალერი ცეცვაძე რა თქმა უნდა კორუმპირებულია. რა თქმა უნდა მიშა ჩინჩალაძე კორუმპირებულია, ლევან მურუსიძე და მთელი სასამართლო სისტემა არის მამალი კორუფციის ჭაობში. გეტყვით ახლა. აი ეს კორუფცია მომდინარეობს რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს ბიზინა ივანიშვილიდან. და რატო? ნაციონალური მოძრაობის დროს ესენი არ იყვნენ მილიონერები. ნაციონალური მოძრაობის დროს ამათ ეშინოდათ კუდის. იმდენად ეშინოდათ კუდის, რომ შიშით ასრულებდნენ დავალებებს. თუმცა ამათი თავარი დამფინანსებელი მაშინაც ბიზინა ივანიშვილი იყო. ბიზინა ივანიშვილი უხდიდა ხელფასებს. თვითონ თქვა ბატონმა ბიზინამ, რომ არანაირი ჯორჯ სოროსი არ ყოფილაო. მე ვიხდიდიო სასამართლოს მოხელეებისო და მინისტრების ხელფასებსო, იმიტომ რომ ქრთამი არ აეღოთო. ახლა ბიზინა ივანიშვილმა ამათი მოსყიდვა დაიწყო. ეს ხელფასებით ნაყიდი მაინც. არა, ახლა ბიზინა ივანიშვილმა 2025 წლიდან უკვე 2024 წელს 560,000 ლარი გადაურიცხა არჩევნების დროს. ბიუჯეტიდან სასამართლოს გადაურიცხა 560,000 ლარი დამატებით პრემიების სახით. ანუ ოფიციალური დოკუმენტი არსებობს, სადაც არჩევნების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტმა სასამართლოს გადაურიცხა 560,000 ლარი დანამატებისა და პრემიების სახით. ეს არის მოსყიდვა სახელმწიფოს ფულით. მაგრამ ახლა ესენი მილიონერები არიან და ამ ფულს, აი ამ 3 მილიონს დაახლოებით, 3 მილიონ დოლარის კონებაზე ალაპარაკი, ვერც ერთ შემთხვევაში ვალერი ცეცვაძე ხელფასით ვერ ისოვიდა. ვერც მიშა ჩინჩალაძე შეიძენდა, ვერც ლევან მურუსიძე და ვერც სასამართლოს ვერც ერთი მოხელე. თუმცა ახლა ქართული ოცნების ხელისუფლებამ იმაზე უარეს იქნა. ქართული ოცნების ხელისუფლებამ წინა პარლამენტმა მიიღო კანონი ესე იგი საჯარო მოხელეებისა და მოხელეებთან გათანაბრებული პირების ხელფასის ოდენობის დადგენის შესახებ და დაადგინეს ესე იგი რანგირება. პირველი რანგის მოხელეები, მეორე, მესამე, მეოთხე. და რანგირების მიხედვით 9 მაგი და 10 მაგი ოდენობა ეძლევათ. ეს რას ნიშნავს? მინიმალური ხელფასი განსაზღვრეს 1460 ლარით და 9 მაგი და 10 მაგი ოდენობა ნიშნავს, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძეს 11,000 ლარი აქვს ხელფასი და იმიტომ რომ ის პალატის თავმჯდომარეა 13,000 აქვს, ანუ 2,000 კიდევ ემატება. 13,000 ლარი აქვს ხელფასი. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძეს 11,000 ლარი აქვს ხელფასი. და ასე შემდეგ. სასამართლოს თავმჯდომარეს მიშა ჩინჩალაძეს 14,600 ლარი აქვს ხელფასი და როცა 14,600 ლარი გაქვს ხელფასი და საჯაროდ ვაცხადებ, ვინმე მაჩვენოს, აი პირდაპირ ვამბობ. სააპელაციო სასამართლოში მიშა ჩინჩალაძის განხილული საქმე მაჩვენოს ვინმე. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა ჩინჩალაძე. საქმეს არ იხილავს არასდროს. ანუ ვინმე მითხრას ეს კაცი თუ არ არის ამ კორუმპირებული კლანის შეფი და ეს თუ არ მართავს ყველაფერს. მოსამართლეს საქმეს ხო უნდა იხილავდეს კაცო? რა თქმა უნდა. ვინმე მაჩვენოს რას იხილავს მაგალითად აი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის ქადაგიძის განხილული საქმე მაჩვენოს ვინმე. 17,000 ლარი აქვს ხელფასი. ქადაგიძის განხილული საქმე მაჩვენოს ვინმე. არ იხილავს საქმე. და ძალიან ბევრი საქმეა თაროზე შემოდებული, რომელიც ხო, ახლა შემოდებულ საქმეებზე წინა გადაცემაში ვილაპარაკე. წარმოიდგინეთ, რომ 15,000 საქმე აწერია, 800 საქმე აწერია, 900 საქმე აწერია მოსამართლეს. როგორ აღარ იხილავს? აი გამოსავალს თქვენ რა შეხედავთ? აი კორუმპირებული სასამართლო, რომელიც ყველაზე ობიექტური უნდა იყოს სახელმწიფოში, ხო? პირველი ერთ-ერთი თავისუფლების, ესე ვთქვათ, აღნიშნული, რაც ქვეყანას უნდა კონდეს, უნდა იყოს სასამართლო. უნდა იყოს მიუკერძოვებელი და უნდა იყოს თავისუფალი. სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში არა მარტო აი ამ ხელისუფლების პირობებში, არამედ ყოფილი ხელისუფლების პირობებშიც ყოველთვის კორუმპირებულია სასამართლო. ესე ნაციონალები არიან. ანუ რა
კი, მით უმეტეს, როდესაც ისევ ნაციონალები არიან აი ამ სფეროში. ანუ გამოსავალი. აი, გამოსავალი არის ძალიან რაღაც შეიცვალა. ძალიან მტკივნეული. დიახ, სისტემა. ძალიან მტკივნეული გამოსავალი არსებობს. ოღონდ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ამ ნაბიჯზე არ წავა. ანუ გამოსავალი არის, რომ აი ძალიან მტკივნეული მეთოდებით ჩავხსნათ სასამართლოს სისტემიდან ყველა კორუმპირებული მოსამართლე. პანგურისკვრით უნდა გავყაროთ სასამართლოდან ისინი და უნდა აღიძრას სისხლისამართლის საქმეები მათზე და უნდა დადგინდეს, რომ სად იშოვეს ამათმა ამდენი ქონება და უნდა გამოძიებული იქნას, რომ რანაირად ღუპავდნენ ხალხს ნაციონალური მოძრაობის დროს, მაგრამ ამას ქართული ოცნების ხელისუფლება არ გააკეთებს. განა რამდენი არაკორუმპირებული დარჩება ბატონო ლაზარე სასამართლო სისტემაში? 375 მოსამართლე გვყავს საქართველოში, საშუალოდ. თუ დაამატეს ახლა არ ვიცი, მაგრამ 375 მოსამართლე გვყავს. მაგალითად, დანიშნვაშიც კორუმპირებულები არიან. დანიშნვაშიც. აი ახლა ამ ბოლო ხანს დავინტერესდი სასამართლოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ ჩატარებული, რომ აი უნდა დაინიშნოს ახალი მოსამართლეები. ვინ ხავთ იცი შერჩეული? თავიანთი საყვარლები, თავიანთი ცოლის დაქალები, თავიანთი მეგობრები, ну კაცი მეგობრები, ახლა არ ვამბობ რომ ახლა კაცებთანაც რაღაცა არც ეგარ არის გამორიცხული, მაგრამ თავიანთი საყვარლები, თავიანთი ცოლის მეგობრები და ერთ-ერთი მაგალითი რომ ეს სისტემა კორუმპირებულია, არის რომ აი მაგალითად ჩემი ძმის ცოლის ძმისშვილი სასამართლოს მამა იყო ჩემი ძმა ომარ ჯორბენაძე, ლევან მურუსიძის გამზდელი და მათი გზაზე დამყენებელი და ყველას გამზდელი, ამათ იდეოლოგიური გამზდელი. მაგალითად აღმოვაჩინე რომ ჩემი ძმის ცოლის ძმისშვილი გელა გარაშვილის ბიჭი გიორგი გარაშვილი მოსამართლედ ინიშნება უახლოეს ხანში. ახლა ვინმე მითხრას რომ ესე იგი ეს არ არის ომარ ჯორბენაძის ხათრით დანიშნული ლევან მურუსიძის გავლენით დანიშნული მოსამართლე. ანუ ნეპოტიზმსაც. ნეპოტიზმია გაქანებული, აბა ახლა ჩემ ბიძაშვილის მოსამართლედ ვინ დანიშნავდა, ჩემი ძმის ძმა რო არ ყოფილიყო. დიახ. მერაბ ჯორბენაძე დაინიშნა ნაცმოძრაობის დროს, როგორც ომარ ჯორბენაძის ძმა. მაინც იგივე კითხვას დავუბრუნდები. აი, თქვენ ახსენეთ რაოდენობა, ხო? 375 ყავდა აქამდე. დიახ. აი ამ 375 კორუმპირებული მოსამართლიდან მე არ ვიცი, ჯერ არ მსმენია რომ რომელიმე მე ბოდიშ ვიხდი, ვერ ვხედავ. ფალმაქნას რო ესე. ვერ ვხედავ. თქვენ რამდენს იტყოდით პროცენტს? აი ან თუნდაც რამდენს დაასახელებდით თქვენი აზრით რომ შეიძლება იყოს სასამართლო სისტემაში? მე მოვიყვან მაგალითს. ერთი ძალიან კარგი ადამიანია, ჩემი მეგობარი, ქალბატონი ლიანა ორგოდაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო სასამართლოს კარგი ისპანიტელი, მოსამართლე იყო. სააპელაციო სასამართლოში იჯდა, ეს ქალბატონი არის მეორე მოსამართლის ზაზა მეიშვილის დეიდა. ზაზა მეიშვილი უზენაეს სასამართლოში იჯდა, კუბლაშვილის მოადგილე იყო. და ერთხელ თქვი, რომ ლია ორგოდაშვილი მეთქი არის ნაცმოძრაობის ისპანიტელი მეთქი, ანუ შემსრულებელი, დავალებების შემსრულებელი მეთქი და შემხვდა ცხეთაში მამა გაბრიელის საფლავის სადაც ბრძანდება მონასტერში და სამთავროში და მითხრა რატომ თქვიო ჩემზე ეგეთი რაღაცა? ხალხდოლია მე ვთხარი. თქვენ იმ დროს რა დროსაც აპელაციაში იყავით, უზენაესში რო იჯდა თქვენი დიშვილი, თქვენ არ ასრულებდით დავალებებს მე ვთხარი. სისტემა იყო ეგეთიო. დიახ, გადაბრალება. პასუხი თქვა, სისტემა იყო ეგეთიო. ნებისმიერი მოსამართლე, რომელსაც ახლა დაუშვა მკითხვას, რომ თქვენ არ ასრულებდით დავალებებს. მე თქვი სისტემა იყო ესეთი. და სისტემა რომელმაც 300,000 კაცი ჩაყარა ციხეში და იქ რომ შენ ესე კონვეიერივით აწერდი ხელს ხალხის ციხეში გაშვებას ასე კონვეიერივით ან სინდისი არ გააქვს ან მორალი არ გააქვს ან ზნეობა არ გააქვს წავიდოდა სამსახურიდან მაგრამ გადადგებოდა ახლა მე წერტილს დაუშვა მამას და გეტყვი წერტილს დაუშვა მამას ანუ საშველი არის ახლა ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდები ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდები, ვინც იმ ლიბერალურმა დღისესრიგმა დააბოლა და 60 დღეა მართავენ აქციებს.
ეს საუკეთესო ახალგაზრდები ხო დაბოლებულები არიან. თავისუფლებისთვის ვიბრძვითო, მაგრამ მათ არ იციან რა არის თავისუფლება. სქესის აღრევა არ არის თავისუფლება, მაგრამ მეორე მხრიდან შევხედოთ ამათ ახლა ვინც არბევს, ის ზვიად ხარაზიშვილი 2007 წელს არ არბევდა? 2008 წელს არ არბევდა? 2011 წელს არ არბევდა? ძვარბილში ამან არ დაამტრია ხალხი? ამას, ამ ხარებას ქართული ოცნება ღირსების ორდენით აჯილდოებს. სისტემაა ესეთი. ეგ ერთი, მეორე. პოლიციელები, რომლებიც ახლა ამბიჭებს ამ ჩვენ ახალგაზრდებს, აი აკავებენ და ციხეებში ყრიან. ეს ის პოლიციელები არ არიან, ვინც მაშინ იგივეს აკეთებდნენ. ზუსტად ის პოლიციელები მაშინ აკეთებდნენ იგივეს, ოღონდ ნაცმოძრაობის დავალებით ყრიდნენ ციხეებში. მოსამართლეები მაგალითად ერთ-ერთი ცეკვავა ახლა მოსამართლეა, რომელიც მუჭა ყრის ამ ახალგაზრდებს ციხეში. სხვა მოსამართლე ხო იგივეს აკეთებდა ნაცმოძრაობის დროს, იგივე მურუსიძე იგივეს აკეთებდა. მაშინ გამოდის რომ სისტემას უნდა ვიბრძოლოთ. თლიანად ჩვენ უნდა რადიკალურად გავჭრათ სისტემა. რადიკალურად სისტემა უნდა გავჭრათ მთლიანად უნდა დავითხოვოთ პროკურატურა, მთლიანად უნდა დავითხოვოთ სასამართლო თავისი ყველა კადრით და თავიდან უნდა სრულიად დავშალოთ იუსტიციის საბჭო თავისი ყველა კადრით და თავიდან უნდა შევქმნათ პროკურატურა, თავიდან უნდა შევქმნათ სასამართლო, თავიდან უნდა შევქმნათ იუსტიციის საბჭოს ადგილზე მართლმსაჯულების საბჭო, მართლმსაჯულების სათათბირო ორგანო, რომელშიც მე პროექტი დავწერე, რომ არ უნდა შევიყვანოთ იურისტები, მართლმსაჯულების საბჭოში უნდა შევიყვანოთ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, არჩევით 12 კაცი და ამათ უნდა თავისი კადრები მოიყვანონ და უნდა შეიქმნას ახალი სასამართლო სისტემა და სხვათა შორის ამ ახალ სასამართლო სისტემასთან შესანიშნავი პროექტი აქვს ბატონ თემურ შაშიაშვილს, რომ სასამართლო შეიძლება იყოს არჩევითი. სასამართლო შეიძლება იყოს არჩევითი. ავარჩევინოთ ამ ხალხს ეს მოსამართლეები, კაცო. რაიონების დონეზე ავარჩევინოთ, ქალაქების დონეზე ავარჩევინოთ. ქვეყანაში მოსამართლე არჩევითი გამოვიტანოთ, რომ არჩევითი იყოს და ხალხი ვისაც აირჩევს, იმან გაასამართლოს ეს ხალხი. ეს არის რეალობა. და ამ რეალობისგან მანამ ვერ გამოვალთ, სანამ ეს ხალხი, სანამ ესენი იქნებიან სასამართლო სისტემაში. ამათ ახლა თავიანთი ოჯახის წევრიც ფეხებზე კიდიათ, თავიანთი ნათესავიც ფეხებზე კიდიათ, ახლობელიც ფეხებზე კიდიათ, თავისი მეგობარიც ფეხებზე კიდიათ, ნებისმიერს დაიჭერენ, ნებისმიერ სისაძაგლეზე მოაწერენ ხელს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფული და ქონება აქვთ ნაშოვი და თანამდებობას ვერ შეელებიან. და ის რაც მე ვთქვი, ეს სრულად გამორიცხავს ობიექტურობას. ადამიანი როცა ჩაბღაუჭებულია სკამზე და ამავე დროს კორუმპირებულია, გამორიცხულია ის ვერ იქნება ობიექტური, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ყველანაირ დავალებას შეასრულებს. და ქართული ოცნების ხელისუფლებას აგერ საჯაროდ ტელევიზიით მიმართავ. ერთხელ და სამუდამოდ გამაგებინეთ ამ ხალხის მოტყუებას სადამდე აპირებთ, კაცო. კომისია კი არ უნდა შექმნათ, აი ეს ხალხი უნდა გაუშვათ ციხეში. კომისია კი არ უნდა შექმნათ, რეალური დამნაშავეები უნდა დასაჯოთ. თორემ ახლა რაღაცას პოლიტიკურად რომ ილაებთ და მე 6 თვის მერე იტყვით, რომ აგერ ახლა ჩვენ ნაცმოძრაობა უნდა აკრძალოთ. ჩანაფიქრი რაშია? შეხედე, ამათ უნდა ნაცმოძრაობის აკრძალვა, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის. მაგრამ სასაცილოა ეგ და რატო? აკრძალეს ნაცმოძრაობა, დაუშვათ პოლიტიკურად. თუ მთელი ნაცმოძრაობა ქართულ ოცნებაში გადმოვიდა, სახელი რა ერქვა რა მნიშვნელობაა, კაცო? ახლანდელი პარლამენტის 89 დეპუტატიდან 47 ნაციონალია. ესეც უბრალოდ პოლიტიკური თამაშია. ხო და თუ აკრძალე ნაციონალურ მოძრაობა, დაუშვათ აკრძალე. კი ბატონო, ასაკრძალი იყო 12 წელს. როგორც რეჟიმი. აკრძალე ნაციონალურ მოძრაობა. რა მოხდა მერე? ეს ხალხი ხო არსად მიდის 1-2 წლის მერე ეს ხალხი გადმოხდება ქართულ ოცნებაში და იტყვის, მე როგორი მხარდამჭერი ვიყავი, იცი? აი ეს არის რეალობა. აი ეს იყო მინდოდა მე თქვა თქვენთვის, ვერთმა დაგლოცოთ და კარგად გამყოფოთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლაზარე, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. ყოველთვის საინტერესო თემებით. ვცდილობ
ბრძანდებით ჩემთან სტუდიაში, ჩემს გადაცემაში და მე აუცილებლად შემდეგი გადაცემებისთვის ველოდები შემდეგ მასალას, ესე ვთქვათ, შემდეგ საქმეს. თუ მე და თქვენ საზოგადოებამ აუცილებლად თუ მე და თქვენ ქართული ოცნების ხელისუფლება არ დაგხვხრეთ სამ სიმართლისთვის, თუ არ დაგხვრეტავენ, სიმართლის ან თავში აგური თუ არ მომხდება ქუჩაში, შემდეგ გადაცემებში მოგიტანთ როგორ არის მილიონერი ჩინჩალაძე, როგორ არის მილიონერი მურუსიძე, როგორ არის მილიონერი ვასილ შვენიერაძე და როგორ აქვს ზოგიერთი მოსამართლის სიდედრებს გასესხებული ფული იპოთეკებით და როგორ ართმევს ხალხს ქონებებს. აუცილებლად. კი ბატონო. ჩვენ სიმართლის არ გვეშინია, რა თქმა უნდა. არა, შემთხვევით თავში აგური თუ მომხდა, ეს იქნება რა. არა მგონია. რა ნახოთ? არა მგონია, თუმცა არც ამის არ გვეშინია, მთავარია რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე და მთავარია რომ ჩვენ მივაწვდინოთ ჩვენს მოსახლეობას ხმა, მართალი ხმა და ნამდვილი ესე ვთქვათ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი ტელევიზიის საშუალებით თქვენის დებართვით ერთ წინადადებას დავამატებ. აი საზოგადოებას მოგმართავთ. მე ერთი კაცი ვარ, რომელიც ამას ვაკეთებ. თქვენ ახლა ადექით და თქვენს ირგვლივ მოძებნეთ მოსამართლეების, პროკურორების და მაღალი თანამდებობის პირების ნათესავების სახელზე გადაფორმებული ქონებები და მომიტანეთ ეს ქონებები და პირობას გაძლევთ რომ აუცილებლად გავახმაურებ. იმიტომ რომ მე მარტო ვერ ვწდები ამას და მომეხმარეთ ხა? მომეხმარეთ. ვამხილოთ ეს ხალხი, ეს ვირთხები, რომლებიც ჭამენ ამ სახელმწიფოს. მომიტანეთ ქონებები და აუცილებლად გავახმაურებ. აუცილებლად ძალიან კარგი, მაინც ესე ვთქვათ სასიამოვნო ნოტაზე დავამთავრეთ ჩვენი გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ჩემს მაყურებელს გადავუხადო. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ყოველთვის აქტიურობთ, ყოველთვის თბილ სიტყვებს გჩუქნით და რაც მთავარია, ჩვენი ტელეკომპანიის საშუალებით, რომელიც ნამდვილად ხალხის ტელევიზია, ყოველთვის სიმართლეს მოგაწვდით და სწორ მართალ ინფორმაციას. დიდი მადლობა დროებით. კარგად ჩამდებოდით.